არის ესეთი გამოთქმა, რომ რეალობა გაცილებით უცნაური და მისტიურია, ვიდრე ნებისმიერი მისტიკა ან მითოლოგია. თუ დაუკვირდებით თანამედროვე მეცნიერებების განვითარებას და თეორიებს, რომელიც იქნება კოსმოლოგიაში, ფიზიკაში, კომპიუტერულ მეცნიერებებში და ასე შემდეგ, პრინციპში შეიძლება ეს ფრაზა სწორიც აღმოჩნდეს. ძალიან ბევრი თანამედროვე თეორია, თუ კარგად ჩაუღრმავდებით, გაცილებით ფსიქოდელური არის ხოლმე, ვიდრე ნებისმიერი კულტი ან ნებისმიერი სექტა, ნებისმიერი თქვათ ეს ყვითელი პრესის მასალები. და მე ხანდახან ძალიან მიკურს ხოლმე რატო ერთობა ხალხი უფრო თქვათ რაღაცით ადრე ქრისტიანული მისტიკის შესწავლით ან ყვითელი პრესის საოცრებებით, როცა რეალურად მეცნიერებაში ისეთ თეორიები იქნება დღეს, რომ არ ვიცი, შეიძლება 100 წლის წინ ვიღაცას პირი დაეყო, პროცესს ცეცხლზე დაეწო ამ თეორიების შემქმნელი. ჩვენ დღევანდელ ხუთეულში წარმოდგენილი იქნება ყველაზე საოცარი და ყველაზე წარმოუდგენელი თეორიები მეცნიერებაში. დგავ. მეხუთე ადგილზე ჩვენს ხუთეულში დღეს არის თეთრი ხვრელი. ყველა მითის ალბათ რომ არსებობს შავი ხვრელი, გაგიგიათ ამის შესახებ, მაგრამ არსებობს თეორია, რომ არსებობს თეთრი ხვრელები. თეთრი ხვრელი არის შავი ხვრელის, თქვათ, ანტიპოდი. თუ შავი ხვრელი შთანთქავს სინათლეს და მატერიას, თეთრი ხვრელი მეცნიერების აზრით არის ფიზიკური ადგილი, სივრცე, არის ფიზიკური რაღაცა სივრცესა და დროში, რომელიც გამოყოფს ენერგიას და სინათლეს და გამოყოფს მატერიას. არის ესეთი მოსაზრება, თუ სამყაროში სადმე არსებობს ეს თეთრი ხვრელები, ესე იგი ისინი გამოსცემენ ენერგიას და გამოსცემენ სინათლეს. ზოგი ფიქრობს, რომ თეთრი ხვრელი არის შავი ხვრელის მეორე მხარე, ანუ ის რაც შავ ხვრელში შედის, გამოდის თეთრ ხვრელში. ეს არ მოხდებოდა ჩვენ ხუთეულში, რომ არა ერთი ძველი ქართული ფანტასტიკური მოთხრობა, რომელსაც ქვია შეორეული აბელბი, გამოცემული 84 წელს გამოცემული ნაკადულის მიერ, ფანტასტიკური მოთხრობების კრებული ქართული. ერთ-ერთი მოთხრობა არის ბატონი ვინმე ელგუჯა მერაბიშვილის შეორეული აბელბი. ამ მოთხრობაში მთავარი გმირი დემნა გომართელი იმყოფება პლანეტა თეთრულზე, იღუპება და მისი სიკვდილის შემდეგ მისი შეყვარებულის თავს იკლავს, მოკლედ მთელი დრამა არის და მეცნიერები ცდილობენ რომ აღადგინონ კვეთით დემნა გომართელი და მისი შეყვარებული, ამიტომ აკეთებენ მისი გენეტიკური კოდის კოპირებას, აგზავნიან ამას აბელბიზე, აბელბი არის პატარა პლანეტა, რომელიც მოძრაობს დიდი თეთრი ხვრელის გარშემო. ანუ ეს თემა, თეთრი ხვრელის თემა ამ მოთხრობაში არის განხილული და არის დანახული იმ ხარით, რომ ეს თეთრი ხვრელი არის დანახული როგორც რაღაცა მატერიის მწარმოებელი არსება თუ მატერიის მწარმოებელი ადგილი, სადაც ნებისმიერი ფიქრი და ნებისმიერი ფანტაზია შეიძლება განხორციელდეს. დემნა გომართელი, რომელიც იღუძებს კომიდან მისი ცნობიერების პროექცია იძენს სხეულს, წარმოიდგენს თავის შეყვარებულს, წარმოიდგენს თავის ძაღლს, რომელიც მას ადრე ყავდა, წარმოიდგენს კოსმოსურ ხომალდს, თეთრი ხვრელი ამ ყველაფერს გააჩენს და დემნა გომართელი თავის გოგოსთან ერთად ბრუნდება პლანეტა თეთრულზე და ბოლოს მთავრდება ფრაზით, რომ ისინი მოფრინავენ და მათ ელოდება თავიანთ პლანეტაზე მათივე საფლავები. ვარსკვლავ ფრენს სპრუტის ყველა სისტემა გამართულად მუშაობდა. მეოთხე ადგილზე ჩვენთან არის უსასრულო მაიმუნების თეორია. დაახლოებით ეგრე ქვია, რომელსაც რობერტ ანტონ ვილსონი, ერთ-ერთი ჩემი საყვარელი მწერალი და ფსიქოდელური მკვლევარი ეძახის თავის წიგნში პედი მერფის პარადოქსი. რაში მდგომარეობს პედი მერფის პარადოქსი? თუ სამყარო უსასრულოდ არსებობს, და ეს არის უსასრულო დიდი რიცხვი არსებობის, რომელიც ჩვენი წარმოდგენისთვის ძალიან რთული არის. მაშინ შეიძლება მოხდეს უამრავი კომბინაცია სამყაროს არსებობის განმავლობაში. ანუ შეიძლება ერთ დღეს მასწავლებელი შევიდეს ლექციაზე, სადაც ყველა მოსწავლეს ქვია პედი მერფი.
ანუ ვთქვათ, არსებობს ერთი პედიმერფი, შეიძლება დაემთხვეს მეორე პედიმერფი და სამყაროს არსებობის განმავლობაში ერთხელ მასწავლებელი შევა ოთახში, სადაც ყველა მოსწავლეს ერქვა პედიმერფი. რობერტ უილსონი ამ თეორიას თავის პონჩი უფრო საინტერესო და სარკასტულად წარმოაჩენს და ყვება, რომ მას ყავდა მეგობარი იესო ქრისტე და ამბობს, რომ ქრისტოს ეს გვარი საბერძნეთში მიღებულია და ბევრს აქვს და ამიტომ შეიძლება მოხდეს ისეთი ლექციაც შეიძლება ჩატარდეს სამყაროში ოდესმე, სადაც ყველა ლექტორიც და მოსწავლეებიც იქნებიან იესო ქრისტეები. უსასრულო მაიმუნების თეორემას პრინციპში იგივეს ამბობს. იდეა არის ესეთი, ყავს ერთი მაიმუნი, გვაქვს საბეჭდი მანქანა და გვაქვს უსასრულო სამყარო, რომელიც უსასრულო დიდი ხანი არსებობს. თუ მაიმუნი დაიწყებს უბრალოდ აკრეფას ამ საბეჭდ მანქანაზე ნებისმიერი თანმიმდევრობის ტექსტის, არსებობს შანსი, და რაც უფრო დიდი ხანი არსებობს სამყარო, ეს შანსი უფრო იზრდება, რომ მან ესეთ შემთხვევაში აკრეფებით შეადგინოს შექსპირის ჰამლეტი. დაწეროს, თქვათ, რომელიმე ლექსი, ან დაწეროს, თქვათ, ფიზიკის სახელმძღვანელო, ან ასე შემდეგ. ეს თეორემა გვაძლევს იმას, რომ სამყაროში ნებისმიერი რამე, ნებისმიერ დროს შეიძლება მოხდეს. ჩვენი წარმოდგენა სივრცის და დროის არის ძალიან შეზღუდული, მაგრამ რეალურად სამყარო არის აბსოლუტურად უსასრულო და რეალურად ჩვენ არ ვიცით რა შეიძლება ამ სამყაროში ერთ დღესაც მოხდეს. ამიტომ ყურადღებით იყავით, იმიტომ რომ ეს დღე შეიძლება თქვენი ცხოვრების პერიოდსაც დაემთხვეს. ჩვენი ჩარტების მესამე ადგილას კი არის კვანტური უკვდავება. ეს ესეთი ექსპერიმენტია და განეკუთვნება ეს კვანტური ფიზიკის და კვანტური სამყაროს უცნაურობების სფეროს და პრინციპში ძალიან ხშირად არის გამოყენებული სხვადასხვა ინტერპრეტაციით ფილმებში, წიგნებში და პრინციპში შეადგენს დღევანდელი ჩვენი სამყაროს ახალ მითოლოგიას, ამიტომ მოვყვები ამ კუთხით. კვანტური უკვდავება ნიშნავს შემდეგს. თუ მე ავაგდებ კამათელს, სამ კამათელი დაეცემა და მომცემს რეზულტატს რომელიმე ციფრს, მანამდე სამყარო იყოფა იმდენ ნაწილად, რამდენი მხარეც აქვს კამათელს. 6 ნაწილად, ანუ და ერთ სამყაროში ეცემა ერთი ციფრი, მეორეში მეორე, მესამეში მესამე და ესე შემდეგ. ყოველი არჩევანი მოქმედებს რეალობის ცვლილებებზე და ყოველ მოქმედებას აქვს რამდენიმე მომავალი. კვანტური უკვდავება, თუ წარმოვიდგეთ, რომ სამყარო მართლა ესე მოქმედებს ამ პრინციპით, კვანტური უკვდავება ნიშნავს შემდეგს. თუ მე გადავწყვიტ, რომ თავი მოვიკლა და გავისვრი იარაღიდან, რეალობის ერთ ვერსიაში მე მოვკვდები, მაგრამ დარჩება რეალობის ისეთი ვერსიები აუცილებლად, სადაც მე გადავრჩები და არ მოვკვდები. და ასე შემდეგ, ანუ რამდენჯერაც არ უნდა ცადომე თავის მოკლა, სუბიექტურად მე სიკვდილს ვერასოდეს ვერ ვიქცევ. მე ყოველთვის ცოცხალი დავრჩები, შეიძლება სხვა რეალობებში მოვკვდე და მიტირონ და ამ შემდეგ, მაგრამ სუბიექტურად მე სიკვდილს ვერ ვიქცევ. საბოლოოდ აღმოჩნდება, რომ სამყაროს დამკვირვებელი, რომელიც არასოდეს არ კვდება, იპოვის რეალობის ისეთ ვერსიებს, სადაც პრინციპში უსასრულო დიდი ხანი არსებობს და ცოცხლობს. ანუ ეხლა რომ მქონდეს ნამდვილი იარაღი, გავსინჯავდით ამ ვერსიას, გავისვრიდით, თუ გადავრჩებოდი, შესაძლებელი იქნებოდა, რომ ეს სწორედ ის ვერსია, სადაც არც ერთი არ მოვკვდებით. გისურვებთ კვანტურ უკვდავებას. ესეც მესამე. ჩვენი ჩარტების მეორე ადგილზე არის ერთ-ერთი ჩემი ყველაზე საყვარელი თეორია, რომელსაც ქვია ტექნოლოგიური სინგულარობა. ტექნოლოგიური სინგულარობა ნიშნავს დროს, მომენტს, უახლოეს მომავალში, სადაც ინფორმაციის წარმოება, ახალი გამოგონებების წარმოება და ტექნოლოგიური პროგრესი იმ წერტილს მიაღწევს, რომლის იქითაც არაფრის პროგნოზირება არ შეიძლება. გამოჩნდება ხელოვნური ინტელექტი, რომელიც როგორ მოიქცევა და რას გააკეთებს, ჩვენი პროგნოზირების არც ერთნაირ მცდელობაში ვერ ჩაჯდება. ანუ ეს არის დრო კაცობრიობის განვითარებაში, როცა ტექნოლოგიები და ბიოლოგია ისე შეერწყმება ერთმანეთს და ისეთ ეტაპზე გადავა, რომელიც იქით დაიწყება ახალი ისტორია. ანუ პრინციპში ისტორია მოხდება და დაიწყება რაღაც ახალი, რომლის შესახებ არაფერი არ ვიცი. ტექნოლოგიური სინგულარობის ერთ-ერთი დიდი აგიტატორი და ფანი არის რეი კურცველი, რომელსაც ეხლა გამოსცა ეს წიგნი How to Create a Mind, როგორ შექმნას ცნობიერება, როგორ შექმნას გონება და ეხება ხელოვნური ინტელექტის საკითხებს. ხელოვნური ინტელექტის საკითხი 20-იანი წლებიდან 30-იანი წლებიდან აინტერესებს კაცობრიობას და მეცნიერებს, პრინციპში კიბერნეტიკის დაარსებასთან ერთად.
ალან ტიურინგი იყო ერთ-ერთი პირველი მეცნიერი, რომელმაც დასვა ეს კითხვა და აბსოლუტურად არანორმალური კითხვა არის და მაგიტომ მიყვარს ეს თეორია ყველაზე მეტად, ანუ კითხვა იყო ის შეუძლია თუ არა მანქანებს ფიქრი, შეუძლია თუ არა მანქანებს აზროვნება. Я машина. Я машина. Я машина. Я машина. Служба луча, что там у вас? Видимо, что-то опять в 17-м блоке, Игорь Михайлович. Проверьте, пожалуйста. პირველ კაცობრიობის ისტორიაში ჩვენ რეალურად დავფიქრეთ, დავიწყეთ იმის კეთება, რომ შეიძლება თუ არა ბიოლოგიურმა არსებამ იაზროვნოს, მიიღოს გადაწყვეტილებები და შეცვალოს გალაქტიკის მომავალი. რეი ქურცველი, ამ წიგნის ავტორი, ეხლა გადავიდა Google-ში სამუშაოდ, სწორედ ხელოვნური ინტელექტის თემებზე. ის ელოდება, რომ 2045 წელს ტექნოლოგიური სინგულარობა დაიწყება და ეს საშუალებას მოგცემს, რომ უკვდავები გავხდეთ იქნება ციფრული სახით თუ ბიოლოგიური სახით და პრინციპში შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ და წარმოვიდგინოთ, რა შეიძლება გააკეთონ დინოზავრმა გუგმა და რეი ქურცველმა ერთად უახლოეს წლებში. და ჩვენი ჩარტების პირველ ადგილას გავიდა Baby Universes. Baby Universes არის მე მგონი ითარგმნება ბავშვის სამყაროები თუ ჩვილის სამყაროები. არ არის გამორიცხული და ეს საერთოდ არის მეცნიერული ფანტასტიკის თემა. რომ ესეთი სამყარო პრინციპში CERN-ში ამაჩქარებელზე შეიძლება დაიბადოს. რას ნიშნავს ეს? რომ CERN-ში შეიძლება ამაჩქარებელზე დაიბადოს ესეთი სამყარო. აი მაგის მოდელზე ავწეროთ სიტუაცია, ხო? დიდი აფეთქების თეორიის გარშემო შეიქმნა უამრავი თეორია, რომელიც აფეთქება როდის მოხდა თუ არა ერთი აფეთქება, ანუ არის ვერსიები, რომ დიდი აფეთქებები სულ ხდება სამყაროში და ჩვენი სამყარო არ არის ერთადერთი და არსებობს უამრავი სამყარო და არსებობს უამრავი ვერსია სამყაროების და ასევე ამ სამყაროებში შეიძლება მეორდებოდეს იგივე ისტორია, იმიტომ რომ Baby Universes ამ თეორიებში არის ესეთი ერთ-ერთი პატარა მარგალიტი, რომელიც ამბობს ეს თეორია ვარაუდობს, რომ ახალი სამყაროები შეიძლება იქმნებოდეს ჩვენივე სამყაროში. ასევე ამ თეორიის მიხედვით ახალი სამყაროების შექმნა შეგვიძლია ჩვენც და ამისთვის დაგჭირდება უბრალოდ ერთი დიდი კოლაიდერი და დღეს თუ არა შეიძლება 100 წლის მერე ეს უკვე ადვილად გაკეთებადი იყოს და ჩვენთვის ჩვენ სამყაროში ეს გამოჩნდება როგორც მიკროშავი ხვრელის შექმნა, რომელიც აფეთქდება და გაქრება. მაგრამ ამით ჩვენ საბავს ვდებთ ახალ რეალურ სამყაროს, სადაც ასევე შეიძლება განვითარდეს სიცოცხლე, ან იყოს აბსოლუტურად სხვა სახის. მოდელირება გავუკეთეთ და წარმოიდგინოთ, რომ ეს არის ერთი ხაზი, ეს არის ჩვენი სივრცე. ხო? და აქ ვარობ ჩვენ რა. ეხლა მე ამ სივრცეში ვაჯახებ ორ ნაწილად და მაგალითად წელი სამოჩქარებელს ვიყავ, ხო? ამ ორ ნაწილაკმა შეიძლება ეს ისნერად შეაშფოთოს ეს სივრცე, რომ ეს უბანი ამ სივრცეს ააგდოს იმ მდგომარეობაში, რომელშიც იყო სამყარო, აი როდესაც მე ვახსენე ეს ინფლაციური პერიოდი. ასაკებია, ხო? ესე იგი ლოკალურად შეგვიძლია ესეთი უბანი შევქმნათ ინფლაციური. რა ხდება? გამოუვა ამ უბანი. ეს უბანი დაიწყოს ინფლირებას, გაფართოებას. აქ აბსოლუტურად ლეგიტიმური სამყარო შეიძლება წარმოიქმნას. ზუსტად ისეთია, როგორც ჩვენ. რა თქმა უნდა, ადრეულ ისტორიაში. გარედან ჩვენ რა დავინახავთ? არცაფერს არ დავინახავთ. გარედან დავინახავთ, რომ წარმოიშვა რაღაც შავი ხვრელის მაგარი ტიპის ობიექტი, ლოკალური, არ დაკავშირებს სამყაროსთან არ აქვს იმას. მე დაიშალა. როდესაც ეს ობიექტი დაიშლება, რა მოხდება? ამ დროს აბსოლუტურად მოწყდება ეს სამყარო ჩვენსაც. და ჩვენ აქ დავინახავთ რაღაც დაშლის პროდუქტი. ეს სამყარო გააგრძელებს ლეგიტიმურ, აბსოლუტურად ლეგიტიმურ არსებობას და გაფართოვდება ექსპონენციალურად სწრაფად. გახდება შეუძლია გახდეს უზარმაზარი, რაგინს დიდი. და მოხდეს. ამათ ესეთ სახელით ქვია, ამათ ქვია შვილი სამყაროები, baby universe. საუბარი იმაზეც, რომ შესაძლებელია რაღაც დოზით წინასწარ გათვალისწინება გარკვეული ფიზიკური კონსტანტების და ისე გაკეთება ამ პატარა აფეთქების, ამ პატარა შავი ხვრელის, რომ იმ სამყაროში აუცილებლად გაჩნდეს ისეთი პირობები, სადაც გაჩნდება სიცოცხლე. ეხლა სიამოვნებაში ჩვენ შეიძლება ვცხოვრობთ, არაფერი ამაში არაფერი კიდევ ვიძახი, არანაირი მეცნიერული ფანტასტიკა არ არის. ეს შეიძლება იყოს რეალობა,
რომ ჩვენ ცხოვრობდეთ ესეთ მეგა ვერსში თუ რაღაც ეძახიან, რომელიც ესეთ უსაცრუო რაოდენობა ესეთ ქვესამყაროებს შეიცავს. და ნუ ხალხი ცდილობს გაიგოს რას ნიშნავს ეს, აი საერთოდ რა არის, რანაირად უნდა გავითვალისწინოთ, საერთოდ უნდა გავითვალისწინოთ კი მათი არსებობა. რომ წარმოვიდგინოთ კარგად, შესაძლებელია რომ სამყაროების შექმნა გამოვიხილოთ როგორც ხელოვნების ნიმუში, რომელიც მომავალში განვითარდება და შეიძლება თქვა სადღაც 500 წლის მერე თუ წარსული მომავალი დააწყო ერთდროულად არსებობს ყველგან, შეიძლება სადღაც ან 200 წლის მერე არსებობს სკოლები, სადაც სწავლობენ თქვა ხელოვნების ეგეთ სფეროს, რომელსაც ქვია თქვა დემიურგიზმი და ან შეიძლება აკრძალულია სახელმწიფოების მიერ როგორც არაეთიკური საქციელი ახალი სახელმწიფოების შექმნა მომავალში და ვიღაცები არალეგალურად მაინც ქმნიან ახალ სამყაროებს და პრინციპში შეიძლება ჩვენი სამყაროც ეგეთი ხელოვნების შედეგიც იყოს. Thank you.